Hi, მოგესალმებათ თქვენი ზისხივი, როგორ ხართ გოგოებო? რა შვებით? გაგვიმარჯოს. ცივიყავით, უკვე გაცივდა, იმიტომ რომ მარიკოს რაღაცები უნდა და სანამ ცოტა სახე მოვიწესრიგე სანამ ამასობაში რაღაცნაირად დრო გამექცა ძალიან. სხვადასხვა დღეს ჯიჯის გახსნა ნახალაუკაში კინო საქართველოში და თუ თავი უკეთესად ვიგრძენი მინდა რომ წავიდე. სიმართლე გითხრათ დამავიწყდა რომ ჯიჯი იხსნებოდა თორე გუშინ სუფთა სახში რაღაცებს არ ვიყიდდი, იმიტომ რომ ბევრმა მომწერა რომ ჯიჯიში უფრო დაბალი ფასებია, მაგრამ მეტი არ იყო ჩემი სადარდებელი ახლა და არც თქვენი. მარიკო, მოდი დედიკო. დედა, შენ წამიცალე, შა? არა, დერა წაგიშა. აი ეს? არა, მირთვი დედა. დღეს შაბათია. ისეთი ამინდია რა, თავისთვის არის რა. ადე, მარიკო. გუშინ, დედი. გუშინ დავიცინე 12-ის ნახევარზე უკვე აქ აღარ ვიყავი. რატო როგორ და ახლა რანაირად ვარ თუ რაც ამაზე არ ვილაპარაკოთ, ბანალური ამბავია ძალიან. მოკლედ, სკროლავდი TikTok-ს. ძალიან მინდა ამ თემას შევეხო. ხადა. ნახე. რა მაგარია. ძალიან მინდა. პოსტირა. TikTok-ზე არის ერთი გოგო, ინფლუენსერიც არ არის. ყველას გვაქვს TikTok-ი და მოკლედ ერთი გოგო რა. ესე რა გიცნათ. დედიკო. წავიდე რომელსაც აქვს ცოტა ისეთი რთული ცხოვრება, დანგრეული ოჯახი, დეპრესიები, მოკლედ ერთი სიტყვით რა. და დღეს შევხვდა მისი ვიდეო და შევჩერდი რაღაცა ქალთან, კაცთან რაღაცა თემებს განიხილავდა მოკლედ და შევჩერდი. დედიკო. ეხლა უნდა მოგიყვით ისტორია რამაც ჩამაგდო შოქში. და რამდენი ადამიანია, რომელიც ამ გზას გადის. რამდენი. მოკლედ, მე და ყურმები ხარ. ქონდა ურთიერთობა მამაკაცთან, რომელსაც ყავდა შვილები, ყავს უბრალოდ შვილები და ცოლი საზღვარგარეთ და იყო თურმე და ვითომ, იმიტომ წასული, რომ ცალკე უნდა გადასულიყო მერე ცოლი საცხოვრებლად. ანუ რომ ჩამოვიდნენ დაშორდებოდნენ მოკლედ. დაშორებულები იყვნენ რა. ხო და ეს გოგო ამბობს, რომ გამოცნო შვილებიო, ნათესავებიო, დავდიოდით მათთან სტუმრადო, ხობდა მასთან გადასვლასო. მეო მივწერეო იმ გოგონასო და ვუთხარიო, რომ მე მაქვს თქვენ ქმართან ურთიერთობა ასე და ნამდვილად დაშორებულები ხართო თუ ანუ რაღაცა ქალური შეგრძნებები რო გვაქვს ხოლმე ხო იცით ქალებს რაღაცა ეგ დაემართა მოკლედ და დაიწყო ამის გარკვევა რომ არ მინდაო რაღაცა ვინმეს გული ვატკინო და მინდაო რომ ძალიან ესე სწორად დავაზუსტო. ამ გოგონამ თურმე არ უპასუხა. მოდი შევთანხმდეთ რომ მეტნაკლებად ყველა ვნახულობთ SMS-ებს უბრალოდ არ ვცემთ ხოლმე პასუხს. გარკვეული ვითარებების გამო, ხან გარკვეულ ადამიანებს არ ვცემ პასუხს, ხანდახან არის შემთხვევა, რომ მართლა ვერ ვნახულობ ხოლმე, მაგრამ და დედი აქეთ არ გადმოვაგდო რა. მოვიდა თურმე ამ მამაკაცის დაბადების დღე და თურმე იტყვი და ამშენ იმას რა ქვია, ყოფილს რომ ეძახი თქვენ, ვიტომ ყოფილი როა. მიუძღვნა მის ქმარს ტექსტი ნიკოპსიდან დარუბანდავდა სიყვარულით. და რაზეც ეს გოგო კარგი და გადაირია, რას თქვია
და აბსოლუტურად ბუნებრივი რეაქცია იყო დამეთანხმებით, რომ რატო წერს თუ არის ყოფილი მილოცვის ტექსტებს სიყვარულით. ჩემო სიყვარულოთი, ხო ხვდებით? და ნუ ამ კაცს ვთქვამს, რომ ცოტაო ინტელექტის პრობლემა აქვს ესაო და ნუ მოკლეთო რა და ამ გოგომ არ გაატარა. ანუ რა მოკლედ. შეიძლება ბადაობს. ჩამოსულა მოკლედ ეს გოგო. ეს კაცი კიდე თხოვდა თურმე გადმოდი ჩემთან საცხოვრებლად და თავი შევიკავეო, იმიტომ რომ არ ვიყავიო. მზად გადასასვლად უკაცრავად. გადასასვლად არ ვიყავეო მზადო, იმიტომ რომ რაღაცები მაიჭვებდაო რა. სადაც ხალხო რა არის, იცით? დაყავს ადამიანი სანთესაოში, აცნობს შვილებს, დებენ ფოტოებს, დამოგზაურობენ, თაში არიან, ხამბარში არიან. და ქალი, რომელიც ხარ ცოლი და არა ყოფილი ცოლი თურმე, ამაზე ანუ რეაქცია არ აქვს. აგოგო თქვა რომ გავიგეო, როგორ უთხრაო მის შვილს, რომ ცხენიო, მანდარიო, ხო და ანუ იცოდა ამ ქალზე ყველაფერი. ერთი სიტყვით რო გითხრათ, რომ ვითომ მესიჯი ვერ წავიკითხე თუ რაღაცა, მარიკო, არ გადმოხტედე. აბსოლუტური სიცრუე. ფეხი არ იტკინე. თან ხელ მომკიდა დედა. დედიკო ყავას ვსავ, შეიძლება დავლიოთ სივი მაინც. ბეში. თუ მეც დავია და დავია და მორჩი. მოკეთ ჩამოვიდა ეს ქალბატონიო. ნუ რაზეც ახლა ამას ქონდა საშინელი რეაქციები, იმიტომ რომ ნუ აღმოჩნდა რომ თურმე არის მოქმედი ცოლი და არა კაც ყოფილი. თურმე ეს კაცი ეუბნება რომ კაც მე სულ არ მაინტერესებს ვისთან ივლისო და არც იმას აინტერესებს მე ვიდრე ვივლი და ვის მოვიყვან ცოლს და მოკეთ ერთმანეთი არ გვაინტერესებსო. და რომ ჩამოვაო რაც მაინც და დავშორდეთო ოფიციალურადო რა. ყური როგორ მეხანება ღმერთო. რა ის დაშორება გამოშვება გაგანია სულქმარი არის. უყურეთ რომ აგიხსნათ. ხო და მე მიუწერია მოკეთ ამ გოგოს რომ როგორ არ მითხარიო რომ შენი ქმარი იყო განაყოფილი ქმარი იყოვო როგორ გაიმეტე ვიღაც უცხო გოგო იმისათვის რომ მოეთყუებინა ასე რომ შვილები გააცნო იგა ატარაო აქ ატარაო და ამ დროს შენი პოზიცია რა იყო ანუ ცოლისო თავმოყარეობის ამბავი ხო არის ხალხო ანუ რა პოზიციით შეიძლება ამას შეხედოთ მე აი ვერაფრით ვერ წარმომიდგენია რანაირი იმით უნდა შევხედო ახლა ამაზე რომ გავამართლო სოლის მიდგომა რომ ყველაფერი იცის აბსოლუტურად ყველაფერს აზრზია რა ხდება და სიყვარულის პოსტებს უძღვის თავის ქვერს ჩამოდის და ერთად ხიხვინებენ. ანუ რა ლოგიკაა ხალხო ეგ? სად ვარ? საერთოდ მე ვერ გავიგე ამ ისტორიაში, ვერ გავიგე რა დონის თავმოყარეობა ცოლის მხრიდან ის რომ ვითომ ქმარი არ არის თუ თამაშობდა თუ რაღაცა ვერ გავიგე ანუ რა სიყვარულო გილოცავს და დამწერი ვიყავი ახლა მე ეგრე რომ ვიყავთოს ქმარვა რომ იქ შვილები მოქმედი ცოლი რო ხარ ხალხო ასე ისე ანუ ვერ გავიგე ეს გოგო იძახის რომ ფიქრობ და ვერაფრით ვერ გავიგეო რატომ მატყუებდნენ ანუ ამის აზრი ვერ გავიგეო ახლაც ვერ გავიგეო ხა ეს კაცი რომ მტკვარში გადასაგდები მაგაზე არ ვლაპარაკობ მე ამ ქალის ვერ გავიგე, ყველაზე მეტად ამ ქალის ვერ გავიგე ცოლის, როცა წერს ვიღაც ქალი, რომ მე მასთან ერთად ვარ, უბრალოდ მინდა საბოლოოდ გადავამოწმურო თქვენთან ნამდვილად არის თუ არა ურთიერთობები დასრულებული და შენ პასუხსაც არცემ. ამ დროს ყველაფერი იცი და სასიყვარულო პოს აშუანშვალებ. ნუ აი არ ვიცი, ამაზე მეტი უთამოყარეობა ხალხო არ ვიცი.
მოდი შევთანხმდეთ, რომ როცა მიდიან ემიგრაციაში ქალბატონები, თუნდაც ბატონები, იქ რაღაცები იშლება, რაღაცები სხვანაირად ხდება. მე არის ხოლმე, რომ ერთ-ერთი სხვა გზას ირჩევს, ან ორივე ირჩევს სხვა გზას, ან არც ირჩევს სხვა გზას და ჩამოდიან ერთად, არიან ბედნიერად ცხოვრობენ და ასე შემდეგ. ეს ხო სხვა რამეა, მაგრამ ის რომ შენ ქალი ხარ და ბოდიში და დაიკიდე სხვა ქალის, რომელმაც მოგწერა, გამოიჩინა იმის ადამიანობა, რომ მოგწერა და ძაღლა ჩაგაგდო, რომ ისიც ქალია და არ უნდოდა, რომ ვიღაცა გაემეტებინა და გადაამოწმა, რომ ნამდვილად ერთად ხომ არ ხართ, არ მინდა მე შენ რაღაცა მესამე ბუკეტივით ჩაგერჭოთ და ასე შემდეგ. და შენ ამას ატარებ, ვითომ არც წაგიკითხავს. ყველაფერი იცი, ყველაფრის აზრზე ხარ. დედიკო, ამას ჩამაცმე. არ ვიცი ხალხო. საერთოდ რამდენი რამ ხდება, ცოტა შოკირებული ვარ. ანუ რამდენი რამ ხდება ჩვენს ირგვლივ და მე ვერ ვიგებ ასეთი ქალებისას ვერანაირად. რა სიყვარულო გილოცავ? რა ის სიყო თავმოყვარეობის ამბავია ხალხო, რა სიყვარულო გილოცავ, როცა სანათესაოში შეყვარებული სტატუსი დააბრძანებს იმ ვიღაც ქალს, შენს შვილებთან ერთად ამყოფებს იმ ვიღაც ქალს და შენ სიყვარულო გილოცავ? ანუ თავმოყვარეობა არ გაქვთ, აი ასეთ ქალებს მაინტერესებს, სად გაქვთ თავმოყვარეობა? რა სიყვარულო გილოცავ ხალხო? იქიდან გავაკეთებდი განქორწინებას, აი იქიდან არც დაველოდებოდი ვშტე ჩამოსვლას. დედა, მან ღუნო ფეხი. ნელა, ნუ ითრევ, არა მოწყვიტო ეხლა, დაბადების დღემდე მიიტანე ეგ ფეხსაცმელი, კაცოს უდაგლიჯა ღმერთო ჩემ. არ ვიცი ხალხო, აი ფიქრობ და დედა, რომელი ფეხსაცმელი ჩავიცვა დაბადების დღეზე? ვესა? ვერ ხვდები გოგოებო, რანაირად შეიძლება ეგეთი რაღაცის გაკეთება. კაცზე არ საუბრობ, კაცი ვაფშე ფსკერი ამაზე არ ვისაუბრებ ახლა. და ორქალშორით არბოდა, ამაზე კი არ ვსაუბრობ. კაცი არ გადვიხილავ კაცს, მე ქალის არ მესმის ამ შემთხვევაში. რანაირად ხდება, რომ ამ ყველაფერს ატარებ. ანუ რას თამაშობდა ეს ცოლ-ქმარი, ეგ ვერ გავიგე და ეს გოგო მაგას ამბობდა, რომ ვერ გავიგეო, ანუ რაში დაჭირდათ ჩემი ასეთი გამოყენება, მოტყუება, რომ თურმე ერთად არიან, მაგრამ ჩემთანაც ვითომ რაღაც, ანუ ვერ გავიგეო. არ ვიცი ხალხო. ყოველ დღე ისეთ რაღაცებს ვიგებ ხოლმე. ცოტა შოკში ვარ, ცოტა არ მჯერა ხოლმე, რომ ეგეთი რაღაცები ნამდვილად არსებობს. ჩვენ შორის დადიან ვიღაცები, ვისთვისაც ეგ ყველაფერი რაღაცა ნორმაა. აი სიყვარულო გილოცავ ქალო, თავმოყვარეობა არ გააქვთ. ვერანაირად ვერ ვიქნები სოლიდარული ეგეთი ცოლების მიმართ. ვერასოდეს ვერ ვიქნები ეგეთი სოლიდარული, როცა წერენ, რომ შენს ქმართან თუ ვიღაცასთან, შვილების მამასთან მაქვს ურთიერთობა და თქვენ ნამდვილად დაასრულეთ ურთიერთობა, მე არ მინდა გამოვიდე მოტყუებული ქალი, მე არ მინდა თქვენ შორის ჩადგომა და უნდა რომ დააზუსტოს, იმიტომ რომ არ იყოს ვიღაცა გამოქვაბულში მოტყუებული ქალი ვით არ იჯდეს და სოლიდარობას გიცხადებს, რომ იცი რა არის, თუ რაღაცა და თუ ერთად უნდა იყოთ და რაღაცა მე გაგეცლებით და შენ ყველაფერი იცი და სიყვარულო გილოცავ. აი კეკელკა ქალის ჩემთვის, ეგეთი ქალი არის კეკელკა. რომელმაც ყველაფერი იცის, შვილებ ჩემ შვილთან რომ ატაროს ახლა ყობა ვიღაც ქალი, არ აქვს მნიშვნელობა ჩემთვის ვინ იქნება. მე ვიყო საზღვარგარეთ და იქიდან მე ჩემო სიხარულო გილოცავ. ანუ ეხლა თქვენ გჯერათ, მე მაგის დამწერი ვარ, რა სიხარულო გილოცავ. თუ ჩვენ ერთად არ ვიქნებით, ვისთანაც უნდა, რომელ ეროვნების ქალთანაც უნდა
კანის ფერი თუ ვიცი ასაკი ჩემთვის სულ ერთია მე ვისთან იცხოვრებს ვისთან ერთად იქნება ვინ ეყარება ვისთან გაიყოფს სარეცელს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ აბსოლუტურად არ აქვს ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა თუ არ ვიქნებით ჩვენ ერთად ადამიანები ორი ადამიანი ჯვარი წერია ამ შემთხვევაში მე და ჩემი მაგალითად ვისთან იქნება ანუ ჩემთვის საერთოდ არ აქვს ამას მნიშვნელობა ერთადერთი რაც მინდა რომ იყოს ქალი ღირსეული რომელიც ჩემს შვილზე არ მოახდეს რაც მანიპულაციებს არ იქნება უხეში არ იქნება უზრდელი ჩემი შვილის მიმართ არ იქნება აგდებული დამოკიდებულება მაინც არა შენიშვილი და რომელიც მიიღებს ჩემს შვილს იმიტომ რომ ჩვენი საერთო შვილია გესმით სულ ეს არის თორე არავინ არ სთხოვს და არასოდეს არ მოვთხოვ სხვა ქალს მაგალითად რომ ჩემი შვილი გიყვარდეს თუ რაღაც კარგით ხალხს ხო თავისი შვილი აღარ უყვარს ხა შენი შვილი ვის რა შეაინტერესებს გეხვეწები არ არის არავინ ვალდებული უყვარდეს მაგრამ პატივისცემის ვალდებულება ნამდვილად გააჩნია და უნდა გქონდეს ქალს რომელიც მერე დაიწყებს ცხოვრებას იმიტომ რომ მანამდე იყოს სხვა ადამიანთან მანამდე იყოს სხვა ცხოვრებაში ყავს შვილი და შენ უკვე ვალდებულებაც კი გაქვს რომ მას ცე პატივი მის შვილს ცე პატივი დახვდე ისე როგორც საჭიროა კარი გაუღო ისე როგორც საჭიროა მაშინ გენაცვალესებს არ უნდა გაყვე თუ შენ ამის მზაობა არ გექნება მიღების მზაობა არ გექნება მაშინ ამ ურთიერთობაში არც უნდა შეხვიდე ანუ სხვანაირად ეხლა ჩემს ვერ მიუღებელი თუ შენ არ ხარ მზად ურთიერთობისთვის რომ მიიღო ის შენი მეორე უკვე ნახევრის წარსული მაშინ არ უნდა დაიწყო ურთიერთობა ეხლა შენ თუ აი მე აქატანი ნახო ასული და არ ნახო ბავშვი და ისტერიკებში თუ ჩავარდე ჩემს ეგეთი ქალი ღირსეული ქალი ვერასოდეს ვერ იქნება ქალი რომელიც ადამიანს დაუშლის შვილის ნახვას ეგეთი ქალი ჩემთვის ღირსეული ვერასოდეს ვერ იქნება ვერასოდეს ვერ გავამართლებ ვერასოდეს ქალურ სოლიდარობას ვერ გავუწევ ქალი რომელიც კრძალავს შვილთან ურთიერთობას შვილებთან ურთიერთობას და ჩემთან იყავი და მე გაგიჩე თუ რაღაც არის სასაცილო გაუგებარი და მიუღებელი ჩემთვის იმდენი კულტურა თუ არ გაგაჩნია რომ ის მიიღო თავისი წარსულით და ვიცი უნდა მიიღო სხვანაირად მე არ ვიცი სიმართლე გითხრათ როგორ ხდება ეგ რანაირად ხდება ეხა ეგ ამბავი მაგრამ უნდა მიიღო შესაძლოა არ გინდოდეს მაგრამ უნდა მიიღო დედა კიდე მინდა კიდე მაჰა საყვარელო აქ არის და არ გინდა რას ქვია ხო ვერ მიიღებ თუ არ მიიღებ ანუ რომ მიყვები შენ კარგად იცი რა და როგორ ხა თუ არ იცი გატყუებს და ასე შემდეგ რაცაც აი მე ხალხო ისეთი მარტივი გასაგებია Facebook-ით რა როგორ ვინ იყო შენი ცოლი თუ ვინ იყო შენი ქმარი რომ უკვე ვეღარაფერს დამალავ რა აღარაფერი აღარ იმალება ეხა ვინ იყო შენი ქმარი და ვინ იყო შენი ცოლი ყავს თუ არა შვილები თუ ბატალიონი მაგას შენ უკვე ვეღარ დამალავ არის ცოცხლი თუ მოიდობი გადაკექავ ყველაფერს და გაიგებ ვინ იყო მადლობა ღმერთს რომ აღარც ეგის აღარ არის რა რომ მე მალავენ კაცებ არა უკვე ყველაფერი ღია უნდა იყოს ვინც მალავდნენ იყვნენ იდიოტები როგორ უნდა დამალო ანუ რანაირად შეიძლება დამალო ხალხო რომ ყავდა ცოლი ყავს შვილები რანაირად ანუ კაცი რომ ამას დამალავს მე მგონია რომ სერიოზული პრობლემა ანუ ეგეთ კაცთან როგორ უნდა იყოს მე არ ვიცი არ ვიცი და თუ ის მამაკაცი გიყვარს იმ რეალობას შენ მიიღებ შეიძლება არ იყოს სასიამოვნო მაგრამ მიიღებ სასიამოვნო რატო უნდა იყოს ხოწები რომ ყავდა ოჯახი რაღაცა სტრესია გამოვლილი ხა სასიამოვნო როგორ იქნება ხო მაგრამ რეალობაა რომელიც უნდა მიიღო
ძალიან ბევრი ვიცი კაცო მიშვილებთან მეგობრობენ და რა ვიცი ერთად დადიან შოპინგებზე და მე მივეკუთვნები ის ადამიანს ვინც ასე იქნება აი ეგეთი ტიპის ადამიანი ვარ მე ვინც ძალიან კარგ ურთიერთობებში იქნება შვილებთან მაგალითად აი რაღაცა რო იყოს და იქნება ძალიან კარგ ურთიერთობებში რა თქმა უნდა თუ ემდობებათ შვილებს ხო მაგას ვიძახი რომ არ შეიძლება ხალხო მიმალვა მიჩქმალვა ის კაცი იდიოტი როა რა თქმა მაგას თქვა მაგრამ გვარზე იდიოტი ისოლია რომელიც სასიყვარულო პოსტებს აშუაშვალებს მაშინ როცა მთელი სოციქსელმა იცის მისი ქმარი ვისთან დატანტალებს ფოტოებს ერთად დებენ ნიშნავენ ერთმანეთს მიყვარხარ და სიყვარულო ნუ აი სასაცილოა შოკისგან ვერ გამოვდივარ ეგ რა მოვისმინე არ ვიცი ერთი წამით ვერ ვამტყუნებ იმ გოგონას ვაიმე რა ქვია მაკო თუ რა ქვია აღარ მახსოვს არა მაკო არა ერთი წამით ვერ გამოვდივარ და ვერ ვამტყუნებ ამ გოგოს იმიტომ რომ მოგწე რა მეტი რა უნდა ქნას ეხა კალმა რომელმაც მოგწე რა მაგრამ წარმოიდგინეთ ხა კაცი რომელიც გაცნობს შვილებს აი მის სახლში დადიხარ და სანთესაოში დადიხარ ქორწილებზე დაბადების დღეებზე ანუ ვერ ფიქრობ რომ ეჭვი აიღო გესმით ანუ ამისის არ გაქვს რანაირად უნდა აიღო ეჭვი ხალხო ბავშვთან დადიხარ ბავშვებთან დადიხარ იქ სახლში დადიხარ ხვეწება ჩემთან გადმოდი საცხოვრებლად და რანაირად დაიეჭო ხო სადღაც ანუ აბსოლუტურად გაუგებარი თურმე ყველაფერი ხდება ნირთვიდე მიდი ჩემო სიცოცხლე გასაგიჟებელი არ არის ხალხო ეგეთი თუ გამეგოს რამე ანუ რანაირად აღერხებთ რაში დაჭირდათ რაღაცა გონია რომ რაღაცაში ჭირდებოდათ ესეთი ტყუილი თორე ანუ მართლა ვერ ხვდები დედა როგორ ამბობს ხომ უნდა მოსოქალო ვიძე კიტრი არ გადაგცეს ვიდეოში ხო ვამბობ ხოლმე უნდა მოსოქალო დოდონა რო ამბობს და ეს თველი დღე დადის მარიმ და უნდა მოსოქალო პურიც მიირთვიდე ჩემოს პირი გააღეთ შეიძლება აი ეგ მიირთვიდე ხო ის იყვარული ხო და ესია გენდაცვალა ეგრე კი არ არის უნდა მიიღო მის წარსული რა და უნდა მიიღოს იმ ვიღაცამაც ის აწმყო რაშიც იყო კაცო არის მისი ქმარი და მე რა გავითარდება კაცო ეგ სხვა რამეა მაგრამ ეგრეა უნდა მიიღო აი სხვანაირად როგორ იწყო ურთიერთობას რა ვიცი მე არ ვიცი ვერ გეტყვით მაგრამ გეუბნებით აი ამის შოკიდან ვერ გამოვდივარ რომ ხალმა ყველაფერი იცოდა და ვითომ არაფერი მომხდა რა რა ვიცი აბა მე ეგეთ კაცთან გენდაცვალე ვერ დავბრუნდები ვერასოდეს და ცოლქრობადას ვერ ვითამაშებ ანუ აი ცოლქრობადაზეა ხალხო ლაპარაკი რაში მჭირდება ახლა ისეთი კაცი ვის დატანტალებს ახლა სხვებთან და ფოტოებს დებს და დამოგზაურობს აქეთ იქით ხან თაში ხან ბარში ხან ხეზეზიან ხან რა ვიცი წყალში დაცურავენ და მე იმასთან ჰადერიკო ადე კიდე ხო აჰა ვერ გეტყვით ფაქტი რა არის ხდება ხალხო ყველაფერი ხდება მაგაზე არ ვლაპარაკობთ არავინ მაგის მეტი რა ხდება გეხვეწებით მაგრამ რანაირად აგრძელებთ მე ყელს ცხოვრებას ღამას შენი საყვარელი მამაკაცი სხვასთან იყო სარეცელს და შენ იცი ყველაფერი და დაშტერებული ჩამოდიხარ ვითომ არაფერი ერთი აი ჩემი ქმარი დაკავია მაგრამ მაინც ერთად ხარ ბედნიერა და ვერ გავიგე ხა ნაგავთან ცხოვრება რატომ მოგწონს რომელიც ყარს აი ნაგავი ხო ყარს ეგეთ კაცთან რანაირად ხარ მე რა ვერ გეტყვით არ ვიცი კალის და ვერ გავიგე ვერ ჩავწვდი ვერანაირად მე ამ ლოგიკას ვერცერთი კიდევ გეუბნებით ვერცერთი წამით ვერ ვამტყუნებ იმ გოგონას რომელიც TikTok-ზე ну ვინც არის გოგო სახელი აღარ მახსოვს თუ შემხვდა გეტყვით მე ხვალ ვლოგში კიდე თუ შემხვდა და ალბათ ამომიგდებს ისე იმიტომ რომ დიდხანს ვუყურებ ის ვიდეოს
რა უნდა გავამტყუნო, ქალი ყო აბსოლუტურად ღია. ეცებდა ფოტოებს, ვიდეოებს. იდიოტა სახში კაცო, ზადათესავში დადიოდა და მეტი ღია რა უნდა ყოფილიყო. რა თუ გთქვიოდე? არ ვიცი. რა? არ მოსწივა ნახე, მოგატყუე. ქალებო ცოტა მეტი პატივისცემა საკუთარი თავების მიმართ. არ მოსწივა დედა ფეხი, მოგატყუე. და თუ ერთად გეგმავთ ვიღაც ქალი როგორ გამოიყენოთ ალბათ ფინანსურად თუ რავი რაში არ ვიცი ვერ გეტყვი და რაღაცაში დაგჭირდა და რაღაცაში უნდა წამოაგო და ეს მახინაციებში გააბად ეგეთი ქალები ხართ საცოდავები იმიტომ რომ ნუ რა ვიცი მაგ სიტყვაზე მეტი არაფერი არ ხართ შემიაზე და საცოდავები ხართ ვერ წარმომიდგენია როგორ შეგიძლიათ ამ ყველაფერში თამაში ისე რომ ვითომ არაფერი ხდება ისეთი არაფერი კი არა თქვენ შვილებთან დაყავს სხვა ადამიანი თქვენთვის რატო არის ეს ჩვეულებრივი ამბავი მაშინაც მოქმედი ცოლი ხარ ხალხო მოქმედი და მე ბრუნდები ვითომ არაფერი მომხდარა აი რა ვიცი აბა ეხა არ მითხარათ რომ უყვარს თუ რაღაც ეგ არის უთამოყარეობის ამბავი ხალხო აქ სიყვარულიაფერ შუაში არ არის ვერაფერ შუაში ვერ იქნება სიყვარული ეს უკვე უთამოყარეობაა თუ ის პოტია რომ სანამ აქ რიგულავე და რო ჩაბვალ მოგეხაზება თუ რაღაც ეყარე ეგეთი კალები რომ სანამ იქარი მაგრამ ეხლა როცა სახშიც დაყავს და საათისაუში შეყვარებული სტატუსით დაყო ეგ სხვა რამე ჩუმა თუ სადაც გაირბინა წლების მანძილზე ხა შენ რო იქ არ ხარ ეგ კიდე სხვა რაღაც არ და შენ რო ვერ გაიგე ეგ კიდე სხვა რამეა უკაცრავად და დაიკმაყოფილოს თავისი რაღაცები მაგრამ აღა სიყვარულით რო ეტრფის ვიღაცას ჯერ ხა იმის გაგება რომ თუნდაც ვიღაცასთან ერთი დღე იყო ნებისმიერი რამისთვის არ აქვს მნიშვნელობა ეგ ხო რა ხელა შოკია რომ გაიგო ცოლმა და ანუ და იკო შემხედე ასტინკი და როგორ უნდა გააკეთო ვაიმე ჩემო სიხარულო ნელა შვილო თავი გაიტეხო ასე რომ საკუთარ თავის დაფასება სანამ არ ვისწავლით ქალები არ გვიშველება არაფერი საკუთარი თავი უნდა იქცეს ჩვენს პრიორიტეტად ყველაზე და ყველაფერზე მეტად კაცის გამო არც ერთი კაცის გამო არ ღირს თქვენი თავმოყრობის შელახვა ხალხო იმის გამო რომ ჩემი უნდა მუშოქალო დედი ეგ დოდონა ამბობს ხოლმე და გზაში არ მითხრა უნდა მოსუქალო ხალხს არ ეკუნოს დედაზე უნდა მოსუქალო უნდა მუშოქალო ეგრე ამბობს დოდონა უნდა მოსუქალო ესი ამბობს და უნდა მუშოქალო აი კარი ზუსტად უთამოყარო კაი უნდა მოსუქალო ნელა შვილო ყურადი ჰა საყარი ერთი უნდა მუშოქალო კაი დედიკო ნერვებს ნუარიშო ხოლმე 9-ში დამირეკავენ უნდა დავაზუსტო ანიმატორები და ყველაფერი გადავამოწმოთ 9-ში ასევე 9-ში უნდა მოხდეს ტორტის გადარიცხვა თანხის ნაწილი წამოღებისას რა მაქვს დასაზუსტებელი ხო 60 უნდა ვიყიდო და არ ვიცი დღეს როგორ იქნება ეგ ამბავი დღეს თუ არა ხვალ მაინც რამე ვქნა ან შაბათს მაინც ჰადედიკო არავის არ ცალია რომ არისო ჩაცმული მაინც დამახვედ რომ 10-ში მე რეპეტიცია მაქვს და სანამ ვალ კი გახდება 2 და მეტი და რავი რაღა უნდა მოვასწრო ალბათ ჩემთვის ვეღარც მომწესრიგებ არავის არ ცალია მოკლედ ყველა მუშაობს მაგ დღეს რო ცოტა ადრე მოსულიყო და მარიამისთვის ჩაეცმიათ 60 რა ჩაცმული მაინც დამხვდეს რომ მეც გადავიცვა და ცოტა მოვწესრიგდე ამიტომ რა ვიცი ხო ასევე არ დამავიწყდეს საკვად უნდა დავამატო კიდევ მშობლებისთვის იმიტომ რომ ცოტაა და არ არის საკმარისი ვიხავთ ის რომ ბევრი არ ვიქნებით მაინც მე ცოტავება და ამიტომ უნდა დავამატო
რა თქმა უნდა შეიძლება არ შეიჭამოს ხალხი, მაგრამ ნუ მე უნდა დავამატო. წვენები არ შედის მშობლებთან და იქ უნდა დავამატო კიდევ წვენებიც. ხო, არ მახსოვს სადღაც წავიკითხე ჩვენ ჩემთან კომენტარი, გოგოებო, რომელი წერდით აღარ მახსოვს რა, ესე მახსოვს რომ ეწერა მაგ ცენტრზე, რომ მივედითო შუშხუნის ფულის დამატება დაგჭირდაო და ასე შემდეგ და მე აღმოვაჩინე, ანუ რო წავიკითხე, რატო დაგჭირდა შუშხუნაზე დამატება, გოგოებო. იმიტომ დაგჭირდათ, რომ ერთი შუშხუნა არის მხოლოდ მითითებული, მე შეიძლება აღარ შევუკეთო მეორე და ის ერთი დადგა და იყოს ანთებული, მეორე შეიძლება აღარ შევუკეთო, არ ვიცი. ეხლა ორი არის ლამაზი, მაგრამ ნუ არ ვიცი რა მოკლედ რა საერთოდ მინდა თუ არ შუშხუნა, ეგეც არ ვიცი. დღეს არაფერი არ ვიცი, ცოტა ისე ვარ. ერთი შედის, გოგოებო. შესაბამისად მეორე უნდა შეიძიოთ, ან საერთოდ არ უნდა გქონდეთ. ამიტომ მოგიწიათ მეორეზე, ასე ვთქვათ, თანხის დამატება. თუმცა ამას თქვენ ირჩევთ, თვითონ არ იმას იზავენ ახლა, ეგ შეთანხმებით ხდება ყველაფერი. მიკი მაუსი გვეყოლება სტუმრად, მარიკოს დაბადების დღეზე. ხო და იმედი მაქვს, რომ დედი ლამაზია, მაგრამ მიკი მაუსი გინდა თუ ბასტი ბუბუდე? მიკი მაუსი უფრო ლამაზია, დედი. მიკი მაუსი? ხო, დე. კარგი. ხო, დედი, უფრო რაღაცნაირი ფერადები არის. ფერადი მიკი მაუსებია. ხო და მიკი მაუსის ტორტი შევუკვეთეთ, დე. შევთანხმდით? მე ვირთვი დედი. იგივეა. ტორტი იქნება პრინტით. გოგოებო, რა ტორტებიც ვნახეა ეს ზემოდან რომ დგას ფიგურები და რაღაცები, ვაიმე, აი უბრალოდ არ გაეკარები, ვერ მიუახლოვდები რა ფასები, აი 150-დან იწყება მაღლა. ფიგურებით რო არის, აი ულამაზესია და ძალიან მომწონს და ძალიან ლამაზია, მაგრამ სიმართლე გითხრა და 10 ნაჭერში ახლა 200-250 ლარის გადახდა. ვერ გეტყვით რომ ამ წამს არა მაქვს მაგისი თავი. ხო, კარგი, მაგრამ აი 10 ნაჭერში 250-ას ვერ გადავიხდი რა, აი კი მაქვს მიდევს კაცო ეგ ფული მაგისთვის გამზადებული, მაგრამ აი 250 ვერ გადავიხდი რა. რაღაცნაირად ტორტი არ მიდევ, მაგდეი გადავიხადო. მირჩევნია სხვა აქტივობებისთვის გადავიხადო, იქ რაც ჩემშუს მეტად გაახარებს, ახლა ვიდრე რატო ყავს ტორტი. ხო და ზედა პრინტით ვუკეთებ, მიკი მაუსი ეხატება ზემოდან პრინტით, ასე რომ ძალიან ლამაზია ეგეც. ჰადე. ჩავიდე. პიში კიდევ სტებოდიში. აჰა, პული მაშინდე. გაღლამაზო. ხო და ესე, მოკლედ დარწმუნებული ვარ, რომ ეგ დღე იქნება ძალიან კარგი. მინდა უბრალოდ რომ იყოს ძალიან კარგი. ჩემი შვილი იყოს ძალიან ბედნიერი, იქ მყოფი პატარები იყვნენ ძალიან ბედნიერები, მხიარულები. მინდა რომ მშობლებიც იყვნენ კმაყოფილები, იმით რომ თავისი შვილები იქნებიან ბედნიერები. ჩვენზე რაც იქნება დამოკიდებული, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ისე ვიქნებით მობილიზებულები. რა თქმა უნდა, მეც ვიქნები და ჩემი მეუღლეც. ასხოთა შეს ადრე რაღაცებს რომ საუბრობდი ცენტრზე, კომენტარი დამიწერეს რომ კაც ცენტრში რა უნდაო და რა ვიცი ახლა შვილი მისია და სხვაკაც ხوار წავიყვან. ხო და ზოგადად კაცზე გულისხმობდა რა თქმა უნდა, მაგრამ რა ვიცი შვილის დაბადებაში და ზოგადად მარიკო ერთი წუთით ორივე ვიღებდით მონაწილეობას, რაც იმას ნიშნავს, რომ აბსოლუტურად ნორმაა თუ იქნება დედაც და მამაც. და რა ვიცი მგონია რომ წავიდა ეგ დრო, რა აი მამას იქრავდა თუ დედას იქრავდა. რა ვიცი ახლა ჩვეულებრივი ამბავია კაცო, ამაზე ვერც ვისაუბრებ ამას. აი აღარც მიმაჩნია უკვე რა მე თემაც იმდენად სასაცილოდ მიმაჩნია. რა თქმა უნდა ვიქნებით ორივე. ჰადე. მარიკო, მიდით ესაყარ. კარგი გოგო ხარ. ხო და მერე წამოვალთ იქიდან და წავალთ უკვე ჩემი სალის პატარას დაბადების დღეზე. უბრალოდ ჯერ ის როდის მორჩება ამისი 5 საათზეა და ჩვენ 5-ზე ჯერ ისე ვიქნებით შესაბამისად.
თუ ძალიან გვიან არ მოვედით, სანამ იქიდან მერე გამოვალთ, მაგრამ ალბათ 1.5 საათით მაინც სანამ სრულად დასრულდება დაბადების დღე მოვასწრებთ, რომ ავირბინოთ. ხოუი, საჩუქარი საყიდელი მაქვს. არ დამავიწყდეს ჩემი მარიამისთვის, ამისთვის არა. ხო და ეს კარგი დღე იქნება დარწმუნებული, მაგრამ იმიტომ რომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ იყოს კარგი დღე. და საბოლოოდ რომ შევაჯამოთ, ქალებო, როცა წერენ ასეთ რაღაცას, თურმე შესაძლებელია, რომ შვილებიც გაგაცნოს, მაგრამ მაინც გატყუებდეს. არ დანებდეთ. მოჭიჭკეთ ორივე თვალი. ასეთ არამზადე კაცებს და ასეთ კაცებთან ცხოვრება არის უკვე დანაშაული საკუთარ თავთან. კაცი, რომელიც ამ დონემდე შეტოპავს, წარმოგიდგენიათ მთელი ცხოვრების მანძილზე რა ადგილი გიკავიათ მის ცხოვრებაში. ასე რომ წარმატებებს გისურვებთ იმ გოგონას კი, რომელიც ესეთი გულნატკენი დარჩა და განადგურებული, მინდა უთხრა, რომ გადარჩენილი ხართ, გილოცავთ.